21 დავალება, რომელიც ვექტორებს შეეხება. ავეცეთ ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდის სიგრძე 6-ის ტოლია, იპოვეთ AB ვექტორის და BC ვექტორების სკალარული ნამრავლი. უნდა შევაფასო, რომ საკმაოდ ეშმაკური ტიპის დავალებაა და მოითხოვს ვექტორებისადმი საშუალო დონის სიღრმეს, ასე ვთქვათ, რომ ესეთი ერთი წაკითხვით ვექტორებისა ეს ამოცანა ვერ გაკეთდება, შეიძლება ითქვას. მე ნახაზზე გამოტანილი მაქვს არასრული ტოლგვერდა სამკუთხედი. მოცემული არის AB ვექტორი და ზოგადად ვექტორებთან აპლიკანტი უნდა იყოს ყოველთვის ფრთხილად, იმიტომ რომ თუკი მათემატიკაში AB და BA ერთმანეთის ტოლია ნამრავლი, ხო, ეს არ არის ვექტორებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ AB ვექტორი და BA ვექტორი სულ სხვა ვექტორებია. აქ რო ყოფილიყო AB ვექტორი და თქვათ AC ვექტორი, რომელიც გამოდის და მათი საწყისი არის ერთი წერტილი, მაშინ ყველაფერი მარტივად გაკეთდებოდა. ამ შემთხვევაში ამოცანა გვთხოვს, რომ გავარკვიოთ სკალარული ნამრავლი, რომლის ფორმულა ერთ-ერთი ფორმულა და არა ერთადერთი, არის რომ პირველი ვექტორისა და მეორე ვექტორის მოდულები მრავლდება და მათ შორის არსებული კოსინუსი. კუთხის კოსინუსი და მიიღება სკალარული ნამრავლი იგივე რაღაც რიცხვი სიდიდე, რომელსაც ფიზიკაში უფრო მეტი დატვირთვა აქვს. რაც შეეხება ეხლა უნდა ითქვას, რომ რა გავაკეთე. BC ვექტორი, რომელიც სულ სხვა მიმართულებით მიდის და ანუ BC ვექტორი კი იწყება B წერტილიდან, მაგრამ AB არ იწყება B წერტილიდან. მაგ შემთხვევაში ტოლგვერდა სამკუთხედში, რადგან 60 გრადუსია ერთი კუთხე, ყველაფერი მარტივი გახდებოდა. რას ვაკეთებთ? იმისათვის, რომ მოხდეს სკალარული ნამრავლის გამოთვლა, მე ავირჩიე ესეთი გზა, რომ BC ვექტორი გადმოვიტანე პარალელურად და დავამთხვია A წერტილს. დავიმახსოვროთ, რომ ვექტორების პარალელური გადატანისას არაფერი შინაარსობრივად არ მოსდის ვექტორებს და ეს დაშვებადი ტექნიკაა და დაშვებადი პრაქტიკაა უბრალოდ გეომეტრიაში და ამ შემთხვევაში ამ ამოცანაშიც. შესაბამისად, BC ვექტორის წამოღებით, უხეშად რო ვთქვათ და A წერტილთან დამთხვევით, კუთხე არ იცვლება ვექტორის და დავაკვირდეთ, რომ AB ვექტორი და ეხლა უკვე BC ვექტორი, რომელიც ამოვიღეთ და დავამთხვიეთ A წერტილს, ქმნის 120 გრადუსიან კუთხეს. რატო? იმიტომ რომ BC-ს ნახაზი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ BC-ს წამოღებით და A წერტილთან დამთხვევით აღმოჩნდება, რომ მიიღება რომბი, იმიტომ რომ პარალელურია BC, თქვათ AD-ს, დავარქვათ ესეთი წერტილი და გამოვიგონოთ, და მიიღება რომბი, რომლის ყველაზე დიდი კუთხე ამ შემთხვევაში უდრის 120. და მართლაც ახლა უკვე შეგვიძლია რომ ჩვენ პასუხი მივიღოთ, კერძოდ ეს არის 6-ის ნამრავლი 6-ზე, როგორც ორი ვექტორის მოდულისა და მათ შორის არსებული კოსინუსი, რომელიც 120 გრადუსზე -1/2-ის ტოლია. და პასუხი მიიღება D-18. და ითქვას, რომ საკმაოდ დასაფიქრებელი ამოცანა იყო.